გაზაფხული მოვიდა და რუსეთს თავისი ომის დამამთავრებელი შეტევა უნდა წამოეწყო. ბოლოს და ბოლოს საფარი ჩნდება და ამინდი უმჯობესდება, მაგრამ პუტინისთვის იგივე ძველი ისტორია მეორდება. ის ბრძანებებს შეტევას და მისი ჯარისკაცები იღუპებიან. რუსეთს ომის განმავლობაში ყველაზე მძიმე თვე ჰქონდა, ხოლო უკრაინამ საუკეთესო თვე გადაიტანა, რადგან გაზაფხულის შეტევა ჩავარდა და რუსეთის საომარი მანქანა იწვის. რეკორდული დანაკარგები, ახალი ნიშნული და წინსვლის ისეთი დამამცირებელი ტემპი, რომ რუსეთს მარტი თითქოს არაფერში არ დაუხარჯავს. ეს ყველაფერი პუტინისთვის ყველაზე ცუდი მოვლენებია, რომელთაც ვიდეოს განმავლობაში განვიხილავთ. მაგრამ დავიწყებთ იმით, თუ რა გააკეთა უკრაინამ უშუალოდ იმისთვის, რომ 2026 წლის მარტი პუტინის ძალებისთვის ომის ყველაზე მძიმე თვედ ექცია. და ამას სამ სიტყვაში შევაჯამებთ. უკრაინამ ყველაფერი დაარტყა. როდესაც რუსეთი იცლებს თავის გაზაფხულის შეტევას, რომელიც თითქოს პუტინისთვის გარდაუვალს უნდა მოიტანდეს, უკრაინა აძლიერებს თავის ღრმა დარტყმის სტრატეგიას, იმ დონემდე, რასაც რუსეთი არასდროს ელოდა. სტრატეგიულ ობიექტებს მთელი რუსეთის მასშტაბით დაარტყეს, რასაც Euromaidan Press მარტის მოსავალს უწოდებს. 5 ქარხანა, 10 ნავთობგადამამუშავებელი, ნავთობქარხნები და საჰაერო თავდაცვის სისტემები განადგურდა, ხოლო უკრაინის თავდაცვის საწვის სამინისტრომ თავად განაცხადა, რომ 2026 წლის მარტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თვე იყო იმ სტრატეგიული ობიექტის რაოდენობით, რომლებიც უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე დააზიანა. მოდით ქარხნებით დავიწყოთ. რუსეთის 5 მნიშვნელოვანი ქარხანა დაზიანდა თვის განმავლობაში, დაწყებული კრემნილ ქარხნით, რომელიც ბრიანსკის საზღვრის რეგიონში მდებარეობს. ცნობილია როგორც რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი მიკროელექტრონული საწარმო. ეს ქარხანა არის ადგილი, სადაც რუსეთი ამზადებს მიკროჩიპებს, რომლებიც შემდეგ თავსდება მის ისკანდერის ბალისტიკურ რაკეტებში, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემებში. უკრაინამ გაანადგურა ეს ქარხანა. გაანადგურა საწარმოო შენობა და კომპონენტების საწყობი, სადაც ინახებოდა ის აღჭურვილობა, რაც რუსეთს სჭირდება რაკეტის ჩიპების დასამზადებლად. რუსეთის მთელი რაკეტების მომარაგების ჯაჭვი ამ ერთმა დარტყმამ დაანგრია. შემდეგი 6 თვის განმავლობაში რუსეთი ვერ შეძლებს იმ მიკროჩიპების წარმოებას, რომლებიც მის ბევრ რაკეტას სჭირდება. სარემონტო სამუშაოები უნდა დასრულდეს. და რადგან ბრიანსკი ასე ახლოსაა უკრაინის საზღვართან, ჩვენ მზად დავნიძლავდეთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურები SPU აკვირდება და ელოდება, როდის მიიყვანს რუსეთის სარემონტო სამუშაოებს გარკვეულ ეტაპამდე. სანამ კიდევ ერთი ან 10 დრონი არ გაეშვება, რათა კვლავ გაანადგუროს კრემნიელის ქარხანა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთია 5-დან. ულიანოვსკში უკრაინამ დაარტყა ავიასტარის საავიაციო ქარხანას, გაანადგურა კლიმატ-კონტროლირებადი თავშესაფარი და რამდენიმე IL-76 და IL-78 ტიპის თვითმფრინავი, რომლებიც ქარხანაში ინახებოდა. ავიასტარი აწარმოებს და ტექნიკურ მომსახურებას უწევს მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავებს, ითხოვინება Euromaidan Press-ი. ამიტომ მისი დაკარგვა დამანგრეველ გავლენას ახდენს რუსეთის ლოგისტიკაზე. მძიმე სატვირთო თვითმფრინავების გარეშე ტექნიკისა და ჯარის გადაადგილება რუსეთსა და უკრაინაში მნიშვნელოვნად მელდება. გარდა ამისა, უკრაინამ გაანადგურა ქარხანა, რომელიც რუსეთის საჰაერო საწვავის შემავსებელ თვითმფრინავებს კარგ მდგომარეობაში ამყოფებდა. ასე რომ რუსეთის საჰაერო ძალებზეც ვიხილავთ გავლენას. დარტყმები გრძელდება 123 ავიასარემონტო ქარხანაზე, რომელიც მდებარეობს სტარაია რუსაში, ნოვგოროდის ოლქში რუსეთში. უკრაინის კიდევ უფრო მეტი დარტყმა მოდის და ისინი აზიანებენ ანგარებს, სადაც ინახება IL-76 ტიპის თვითმფრინავები. ასევე აზიანებენ საჰაერო თავდაცვის თვითმფრინავებს და ფრინავებს და საცავებს, სადაც რუსეთი ინახავს თავის ანტისაჰაერო რაკეტებს. ეს იყო კიდევ ერთი დარტყმა რუსეთის თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების ობიექტებზე, რაც კიდევ უფრო დიდ ზეწოლას ახდენს რუსეთის შიდა ლოგისტიკაზე. შემდეგი იყო ალშევსკი და მეტალურგიული ქარხანა, რომელიც ამ რეგიონს სახელს აძლევს. უკრაინის დარტყმამ ობიექტზე მასიური ხანძარი გამოიწვია, რომელიც აწარმოებს საარტილერიო ჭურვების გარსებს და მონაწილეობს ჯავშან ტექნიკის ფოლადის წარმოებაში, რომელიც გამოიყენება რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის საჭირო სამხედრო ტექნიკის დიდ ნაწილში. ასე რომ მექანიზებულ შეტევებს დაემშვიდობეთ. და ბოლოს არის სევასტოპოლი, სადაც უკრაინამ გრანიტს დაარტყა. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? გრანიტი ინოვაციების ცოაციების ცენტრია და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით ეს ერთადერთი ცენტრია ყირიმში, რომელსაც რუსეთი ფლობს და რომელსაც შეუძლია S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების შეკეთება. შეგიძლიათ გამოიცნოთ, რას ნიშნავს ეს. მეტი დარტყმა ყირიმზე მალე იქნება და რუსეთი ბევრს ვერაფერს გააკეთებს, რადგან მისი S-400-ის ქსელი იშლება. ეს ცუდია რუსეთისთვის და ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ. კრემლი უკვე პასუხობს უკრაინის დარტყმებს, ცდილობს თავისი საწარმო ობიექტები რაც შეიძლება შორს გადაიტანოს. ეს ხდება როსკოსმოსის ობიექტთან, რომელიც ქიმკიში იყო, მოსკოვის რეგიონში. ეს ობიექტი გადაჰყავთ ომსკში, რომელიც სიბირისა და ურალის მთების პერმის რეგიონში მდებარეობს. როსკოსმოსი ცდილობს ეს გადაადგილება წარმოადგინოს თითქოს ეფექტურობის გაზრდის მიზნით ხორციელდება. ეს ლოგიკურია. ყველა მიცით, რომ ეფექტურობა მიიღწევა მაშინ, როცა საწარმოო ქარხნებს ყველაზე საჭირო ადგილებიდან რაც შეიძლება შორს გადაიტან. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სისულელია. როსკოსმოსი თავის ქარხანას მოსკოვის რეგიონიდან იმიტომ გადააქვს, რომ მარტში მომხდარს აკვირდებოდა და იცის, რომ მოსკოვი უკრაინის დრონების მოქმედების არეშია. ეს ეფექტურობისთვის გადადგმული ნაბიჯი არ არის. ეს პირდაპირ პრობლემისგან გაქცევაა. და შეგიძლიათ როსკოსმოს დააბრალოთ ეს. ბოლოს და ბოლოს უკრაინა ხომ არ აჩვენებს რაიმე ნიშნებს, რომ აპირებს შეანელოს დარტყმები რუსეთის ინდუსტრიულ კომპლექსზე.
აპრილის 4-ს United 24 მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ SPUS დრონებმა კიდევ ერთი წარმატებული დარტყმა მიაყენეს ალჩევსკის მეტალურგიულ ქარხანას, რომელიც ახლახან ვახსენეთ. ეს უკვე მეორე დარტყმაა ერთ თვეში და ეს გვიჩვენებს, რომ უკრაინას აქვს გარკვეული სტრატეგია. ყველაფერი, რასაც უკრაინა ერთხელ დაარტყამს, დიდი ალბათობით ისევ დაზიანდება. და თუ რამე არსებობს, რაც გვიჩვენებს, რამდენად ეფექტურია ეს კონკრეტული სტრატეგია, ეს არის ის, რასაც უკრაინა მთელი მარტის განმავლობაში რუსეთის ნავთობის სექტორთან აკეთებდა. პორტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვის. აფიფსკისა და ალბაში ნეფტში უკრაინის დრონებმა ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დააზიანეს. ორივე ქარხანა დიზელის საწვავს აწარმოებდა, რომელიც ამ ობიექტებიდან რუსეთის სამხრეთის სამხედრო ჯგუფს უკრაინაში მიეწოდებოდა. ნოვოროსისკში უკრაინამ დაარტყა შეშკარის ნავთობის ტერმინალს და განახორციელა დამანგრეველი თავდასხმა პორტ კავკაზზე. ეს არის ლოგისტიკური კვანძები, რომლებზეც რუსეთი ეყრდნობა ნავთობის შავი ზღვის გავლით გადაზიდვისთვის თავის მომხმარებლებთან, ასევე საწვავის მისაწოდებლად შავი ზღვის ფლოტის სამხედრო გემებისთვის. სარატოვში კიდევ ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, იგივე მოხდა ხარისში და იაროსლავში. აქ ჩვენ ხედავთ, როგორ მცირდება ის რუსული რესურსები, რომლებიც ავიაციის საწვავის წარმოების წარმოებაზეა პასუხისმგებელი, ასევე სხვა პროდუქტებზე, რომლებიც რუსეთის შიდა საწვავის სექტორის სტაბილურობას უზრუნველყოფს. შემდეგ იყო მთავარი დარტყმები, პრიმორსკი და უსლუგა. ორივე არის პორტების მდებარეობა, რომლებიც რუსეთს სჭირდება, რათა ბალტიის ზღვაში ნავთობის ექსპორტი შეუფერხებლად გააგრძელოს და მსოფლიოს სხვადასხვა კლიენტამდე მიიტანოს. და ორივე არაერთხელ დაარტყა უკრაინამ მარტის მეორე ნახევარში. გახსოვდეთ, ეს ის სტრატეგია, რომელზეც გესაუბრეთ. ერთხელ დაარტყი, აცნობე პუტინს, რომ დრონებს იქამდე მიღწევა შეუძლიათ და სანამ რუსეთი რაიმეს გააკეთებს საპასუხოდ, ისევ და ისევ დაარტყი, სანამ საბოლოოდ არ გაანადგურებ. უსლუგას მარტში 5 ჯერ დაარტყეს. დარტყმები დაფიქსირდა 22, 25, 27, 27, 29 და 31 მარტს. Reuters იუწყება, რომ უკრაინამ პრიმორსკის ნავთობის ტერმინალს იმდენჯერ დაარტყა, რომ ტერმინალის ნავთობის საცავის მინიმუმ 40% სამუდამოდ დაიკარგა. უსლუგაში ტერმინალი ჯერ კიდევ იწოდა უკრაინის პირველი დარტყმიდან 7 დღის შემდეგ, როგორც ეს ნაჩვენებია სურათებში, რომლებიც X-ზე გააზიარა ღია წყაროების სადაზვერვო ანგარიშმა Special Kherson Khatma. რუსეთს არ აქვს შანსი განაცხადოს, რომ ეს მცირე დარტყმა იყო, ან რომ უკრაინის დრონების ნამსხვრევებმა მხოლოდ მცირე ზიანი მიაყენა. რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პორტი, ახლა კვამლით სავსე, ცეცხლოვანი ჯოჯოხეთია და მიუხედავად იმისა, რამდენად ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას, ისინი მაინც იზრდება, ტარდება და ყოველი ახალი დარტყმით, რომელსაც უკრაინა ახორციელებს, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. აი აქ ხდება ეს ყველაფერი მართლაც სერიოზული რუსეთისთვის. 25 მარტის ანგარიშში კიევის ინდეპენდენტმა მიმდინარე მოვლენებს ისტორიული მინიმუმი უწოდა, რადგან რუსეთის ნავთობის ექსპორტი მკვეთრად დაეცა. გაითვალისწინეთ, რომ კიდევ მეტი უკრაინული დრონი იყო მოსაოდნელი, განსაკუთრებით უსლუგაზე. უკრაინამ ფაქტობრივად შეაჩერა რუსეთის მთლიანი საექსპორტო შესაძლებლობის 40% თავდასხმებით პრიმორსკზე, უსლუგასა და სხვა ობიექტებზე. რუსეთისთვის ნავთობის გაყიდვის შეჩერება იმ დროს, როცა ირანში ომმა 1 ბარელის ფასი $100-ზე და მეტზე აიყვანა. რუსეთს ახლა ფულის დიდი ნაკადი უნდა ქონდეს, მაგრამ ამის ნაცვლად ის უმკლავდება წარმოუდგენელი მასშტაბის ხანძრებს, სწორედ იმ პორტებში, რომლებიც მისი თხევადი ოქროს მთავარი არტერიები იყო. გადამამუშავებელი ქარხნების მხრივ, Moscow Times-მა 30 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ახლა საწვავის წარმოების კრიზისის წინაშეა. უკრაინამ გონივრულად გააერთიანა რუსეთის საექსპორტო შესაძლებლობების მინიმუმ 40%-ის განადგურება იმ ობიექტებზე თავდასხმებთან, სადაც მზადდება საწვავი, რომელსაც რუსეთი ან კრიდის, ან თავის ჯარს უგზავნის. და აქ იწყება ყველაზე გონიერი ნაწილი. უკრაინის თავდასხმები პრიმორსკსა და უსლუგაზე უშლის რუსეთს ნავთობის გატანას. ეს კი დარტყმას აყენებს დაზიანებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსაც. თუნდაც შეძლონ პროდუქციის წარმოება, რუსეთს ამ პროდუქციის გასაგზავნი ადგილი აღარ აქვს. მათ პროდუქცია ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში უნდა შეინახონ, სანამ შეფერხებები არ მოგვარდება, მაგრამ საცავის ადგილი შეზღუდულია. და როცა ადგილი აღარ დარჩება, ქარხნებს მუშაობის შეჩერება და ლოდინი მოუწევთ, სანამ ყველაფერი არ დაალაგდება. ეს არის არაპირდაპირი გაჩერება, რომელიც დრონების იერიშების ქაოსს ემატება. და თუ უკრაინა გააგრძელებს ნავთობის ტერმინალებზე დარტყმებს ისეთ ადგილებში, როგორიცაა ნოვოროსიისკი, პრიმორსკი და უსლუგა, რუსეთს დარჩება დიდი რაოდენობით საწვავი და ნავთობი, რომელსაც ვერსად გააქანს. და კიდევ ერთი რამ, სანამ გადავიდოდეთ რუსეთის განადგურებულ საჰაერო თავდაცვაზე. 1 აპრილს Kyiv Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Rosneft-მა, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი ნავთობის გიგანტი კომპანია, განაცხადა, რომ მისი წმინდა შემოსავალი 2025 წელს 73%-ით შემცირდა. მაღალი მოგების გადასახადების, მაღალი საპროცენტო განაკვეთების და ერთჯერადი ფაქტორების კომბინაციამ, რაც დაახლოებით ნიშნავს სანქციებსა და დრონებს, რომლებიც ანადგურებენ ჩვენს ოპერაციებს, კომპანიას მხოლოდ $3.6 მილიარდი გამომუშავება მოუტანა გასულ წელს. რა თქმა უნდა, ეს თანხა დიდ თანხად ჟღერს. ნავთობის ნაკლებად გატვიდვა ნიშნავს ნაკლებ შემოსავალს, რომელსაც კრემლი დაბეგრავს. და ახლა, როცა ტერმინალები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იწვის, Rosneft 2026 წელს მოსაოდნელი დარტყმის პირისპირ დგას.
ჩვენ ჯერ კიდევ არ მივსულვართ საჰაერო თავდაცვამდე, მაგრამ უკვე ნათელია, რომ 2026 წლის მარტი საშინელი თვე იყო რუსეთისთვის უკრაინასთან ომში. კიდევ ბევრი რამ გველოდება წინ, მაგრამ სანამ ამას მივადგებით, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ეხლა იდეალური დროა დააჯიროთ ამ ღილაკს, რომ არ გამოტოვოთ ჩვენი არც ერთი ვიდეო. ეხლა დაუბრუნდეთ საჰაერო თავდაცვას. რუსეთმა მარტში ბევრი მათგანი დაკარგა უკრაინის იერიშების შედეგად. 12 S-300 და S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემა განადგურდა თვის განმავლობაში. ეს ორივე გრძელ დისტანციური საჰაერო თავდაცვის სისტემებია, რომლებზეც რუსეთი ეკორნობა დრონებისა და რაკეტების ჩამოსაგდებად. მართალია, ისინი თავიანთ საქმეს კარგად ვერ ასრულებენ. უკრაინა მარტში რუსეთზე ასეთ ძლიერ დათმას ვერ მიაყენებდა. ისინი თავიანთ საქმეს კარგად რომ ასრულებდნენ, მაგრამ რუსეთს ურჩევნია ჰქონდეს ეს სისტემები ვიდრე არა და ახლა აღარ აქვს. ამ დანაკარგებს დაემატა რუსეთის 10 საშუალო და მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემის განადგურება, მათ შორის Tor-M1, Pantsir S1, Tunguska და Buk-ის სხვადასხვა ვერსიები. ყველა ეს სისტემა გამოიყენება რუსეთის ახლო და შორ უკანა ხაზებში უკრაინული დრონებისგან თავდასაცავად. ირონია კი ისაა, რომ სწორედ ის დრონები, რომელთა შეჩერებაც ამ საჰაერო თავდაცვის სისტემებს ევალებათ, თავად აგდებენ მათ მწყობრიდან. და არ დაგავიწყდეთ ყირიმი. გასაგებია თუ დაგავიწყდათ, რადგან მარტში იმდენი დართვა მოხდა, რომ ადვილია თვალისაცილება. მაგრამ უკრაინამ ასევე გაანადგურა სარემონტო და ტექნიკური მომსახურების ობიექტი, რომელიც რუსეთის S-400 სისტემებს მუშაობაში ამყოფებს. ასე რომ ხედავთ, როგორ ანადგურებს უკრაინა რუსეთის საჰაერო თავდაცვის მრავალ ფენას და ეს მხოლოდ სხვადასხვა დიაპაზონის ერთეულების განადგურებით არ შემოიფარგლება. უკრაინა ასევე ურტყამს სარემონტო და ტექნიკური მომსახურების საშუალებებს, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის დაზიანებული ერთეულები ვეღარ დაბრუნდებიან ბრძოლის ველზე. დარტყმები საჰაერო თავდაცვაზე მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გზას უხსნის ყველაფერს, რაზეც ამ ვიდეოში ვისაუბრეთ. ქარხნები და ნავთობის გადამამუშავებელი საწარმოები იწვის, რადგან უკრაინა მარტში იმდენივე დრო დახარჯა უსაფრთხო საჰაერო კორიდორების შექმნაზე, რამდენიც ამ მნიშვნელოვანი ობიექტების დართმაზე. ეს რთული სტრატეგიაა და უკრაინა მას იყენებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისევე, როგორც თავად რუსეთის შიგნით. კიევ ინდეპენდენტი ამას უსვამს ხაზს. 2025 წლის ივნისიდან 2026 წლის მარტამდე პერიოდში რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული 1530 დადასტურებული უკრაინული დარტყმის ანალიზმა აჩვენა, რომ მათგან 492 საჰაერო თავდაცვის ინფრასტრუქტურას ესროლეს. რამდენიმე ასეულმა დარტყმამ კიდევ წვდომის შეზღუდვისა და საჰაერო მოქმედებების შემზღუდავ საშუალებებს, როგორიცაა ელექტრონული ომის დანაყოფები და სარდლობის სისტემები, დაარტყა. ეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების აშკარა დეგრადაციაა და ჩვენ ხედავთ მის შედეგს რუსეთის დამწვარ ნავთობის ტერმინალებსა და განადგურებულ ქარხნებში. და რომ კიდევ უფრო მეტად გაამწვაოს რუსეთის საჰაერო თავდაცვის ტკივილი, ეს ყველაფერი რუსეთს იმ თვეში დაემართა, როცა უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ბოლო თვეებთან შედარებით უკეთესად იმუშავა. უკრაინის თავდაცვის ექს-ანგარიშის მიხედვით, ბოლო 4 თვის განმავლობაში უკრაინის საჰაერო თავდაცვის ეფექტიანობა 9.7% პუნქტით გაიზარდა. ამჟამად უკრაინა 99.9%-იან ეფექტიანობაზე, მაშინ როცა დეკემბერში ეს მაჩვენებელი 80.2% იყო. და მიზნად აქვს დასახული 95%-იანი ეფექტიანობის მიღწევა დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საკუთარი წარმოების რესურსების კომბინაციით, როგორიცაა ის ჩამშლელი დრონები, რომლებსაც რუსული შაჰიდის ტიპის დრონების წინააღმდეგ ივენებს. უკრაინა სულ უფრო უკეთ იცავს თავს საჰაერო საფრთხეებისგან, მაშინ როცა რუსეთი ამ ტიპის საფრთხეებს უფრო მეტად აწყდება ვიდრე ოდესმე. და სწორედ ამიტომ იყო 2026 წლის მარტი რუსეთისთვის ომის ყველაზე მძიმე თვე ამ დრომდე. გასაგებია, კიდევ უფრო მეტი საკითხია გასაშუქებელი, რადგან რუსეთის პრობლემებს ცაში კიდევ უფრო ამძაფრებს გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევის აბსოლუტურად კატასტროფული დასაწყისი, რომელიც თითქოს უნდა დასრულებულიყო რუსეთის მიერ დონბასის და უკრაინის სამხრეთის დიდი ნაწილის დაკავებით. პუტინს ალბათ იმედი ჰქონდა, რომ შეძლებდა თავიდან პუტინი შეცდა. მიწაზე გადავხედავთ და ვხედავთ, რომ 2026 წლის მარტი იყო პირველი თვე 2 წელიწადნახევრის განმავლობაში, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ზუსტად არანაირი ტერიტორიული წინსვლა არ მოიპოვა. ეს არის The Independent-ის მიხედვით, რომელიც აღნიშნავს, რომ იმავე თვეში უკრაინამ დაიბრუნა 9 კვადრატული კილომეტრი, ანუ დაახლოებით 3.47 კვადრატული მილი საკუთარი ტერიტორიის. რადგან რუსეთის სახმელეთო შეტევა შეარყია კომუნიკაციის მუდმივმა პრობლემებმა, რომლებიც გამოწვეულია Starlink-ის დაკარგვით და პუტინის მიერ Telegram-ის მესენჯერის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიით. ეს გვიჩვენებს, რომ გაზაფხულის შეტევა, რომელიც გამოირჩეოდა იმით, რომ რუსეთმა მარტში უფრო მეტი იერიში მიიტანა უკრაინის თავდაცვაზე ვიდრე 2026 წლის ნებისმიერ სხვა დროს, ცუდად დაიწყო. გაივიწყეთ ეს. ეს იგივეა, რაც ოლიმპიური სპრინტერი სტარტის გასროლის გაგონებისას უკან გაიქცეს და შემდეგ სახით დაეცეს მიწაზე. თუ პუტინი ყურადღებას მიაქცევდა, შეიძლებოდა ეს დაენახა წინასწარ. რუსეთის მიღწევები უკრაინაში დიდი ხანია ნედეხანია ნელდება. როგორც ომის კვლევის ინსტიტუტმა აღნიშნა 31 მარტის შეფასებაში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ. ინსტიტუტის თქმით, 2025 წლის ოქტომბერსა და 26 მარტს შორის პერიოდში რუსეთმა მხოლოდ 1929.79 ასეული კვადრატული კილომეტრი, ანუ დაახლოებით 745.6 ასეული კვადრატული მილი დაიკავა.
ეს უკვე დაბალი მაჩვენებელია, მაგრამ კიდევ უფრო ნაკლებია 2024 წლის ოქტომბრიდან 25 მარტამდე პერიოდთან შედარებით, როდესაც რუსეთმა შეძლო დაეკავებინა 2716.57 ასეული კვადრატული კილომეტრი, ანუ დაახლოებით 1048.87 ასეული კვადრატული მილი უკრაინის ტერიტორიიდან. რუსეთის ძალები ადგილზე ჩერდებიან, მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულის შეტევა ოფიციალურად უკვე დაიწყო. და მათ ახლახან ყველაზე მძიმე ნიშნულს მიაღწიეს. როცა პუტინი კიდევ უფრო მეტ ხალხს აგზავნის ხორცსაკებში, რუსეთმა ომში 1.3 მილიონზე მეტი დანაკარგი განიცადა. ამის შესახებ ინფორმაციას მინფინი ავრცელებს, რომლის ოფიციალური მონაცემებითაც 5 აპრილის მდგომარეობით დანაკარგების რაოდენობა 1.303.550 შეადგენს. ეს კატასტროფული რაოდენობის დანაკარგია. ეს უდაოდ აღემატება ნებისმიერი თანამედროვე არმიის დანაკარგებს. შედარებისთვის აშშ-სა და მის კოალიციურ მოკავშირეებს ავღანეთში ოპერაცია მტკიცე თავისუფლების დროს 3486 ადამიანი დაეღუპათ, როგორც ამას ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია Help the Heroes აღნიშნავს. ეს იყო ოპერაცია, რომელიც 13 წელი გაგრძელდა, 2001 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის დეკემბრამდე. რუსეთს უკრაინაში შეჭრისას ამ დროის მესამედიც კი არ გაუვლია, მაგრამ უკვე ისეთი დანაკარგები აქვს, რომ თითქოს პუტინი საკუთარ არმიას ეომება. მარტმა დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ რუსეთმა ეს ზღვარი გადალახა და მიაღწია ახალ ნიშნულს, რომელსაც თანამედროვე არმიამ არასდროს არ უნდა მიაღწიოს. 17 მარტს რუსეთმა რეკორდული დღე დააფიქსირა. მან ერთ დღეში 1710 ჯარისკაცი დაკარგა, რაც 2026 წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ამ დრომდე. პუტინისთვის მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება, რადგან რუსეთის ბოლო შეტევა ძლიერდება, თითქმის გარდაუვალია, რომ ვიხილავთ რამდენიმე დღეს, როდესაც რუსეთი 24 საათში 2000-ზე მეტ ჯარისკაცს დაკარგავს. ამ პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ მარტიც იყო კიდევ ერთი თვე, როდესაც რუსეთის მოხალისეთა რეკრუტირება უფრო დაბალი იყო, ვიდრე მისი დანაკარგები ბრძოლის ველზე. დადასტურებული რუსული დანაკარგები 2026 წლის იანვრიდან მარტამდე 89000 შეადგენდა, როგორც United 44 მედიამ 1 აპრილს გაავრცელა. რეალური რიცხვი სავარაუდოდ ბევრად უფრო მაღალია. შესაძლოა 100000-საც კი აჭარბებდეს, რადგან ეს მხოლოდ ის დანაკარგებია, რომლებიც უკრაინამ კადრებში შეძლო დაედასტურებინა. იგივე პერიოდში რუსეთმა მხოლოდ 80000 ახალი ჯარისკაცი აიყვანა, იმავე წყარო იუწყება. ეს ნიშნავს, რომ ის ბევრად ჩამორჩება თავის მიზანს, 2026 წლის ბოლომდე 409000-ის აყვანას და ჩამორჩება მიზანს იმ დროს, როცა მისი დანაკარგები იზრდება. ეს ყველაფერი პუტინისთვის ცუდია. მაშინ როგორ უპასუხა რუსეთის წარუმატებელმა პრეზიდენტმა? თუ ფიქრობთ, რომ ის შეცვლის რუსეთის მიდგომას ან რაიმე გააკეთებს, რაც შეიძლება შეცვალოს დანაკარგების ნაკადი ბრძოლის ველზე და საკუთარ ტერიტორიაზე, მაშინ ბოლო 4 წლის განმავლობაში ყურადღებას არ აქცევდით. პუტინს ახალი იდეები არ აქვს. მაგრამ რაც მას და მის კრემლის თანამზრახველებს აქვთ, ეს მუქარებია. სასაცილოდ რუსეთმა შეხედა იმ არეულობას, რაც 2026 წლის მარტი აღმოჩნდა და გადაწყვიტა, რომ ეხლა იდეალური დრო უკრა უკრაინას უთხრას, რომ დონბასი უნდა დათმოს. მარტის 31-ს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინას აცნობა, რომ მომდევნო 2 თვეში უნდა გაიყვანოს თავისი ძალები დონბასიდან. პუტინის პრესპიკერმა დმიტრი პესკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს მოთხოვნა და განაცხადა, რომ ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უკრაინელი ჯარისკაცების სასარგებლოდ, რათა გადაარჩინოს ისინი იმ საშინელებას, რომელსაც რუსეთი აპირებს მიარენოს. ნეტავ პუტინი იმავე ომს უყურებს, რასაც ყველა დანარჩენი. რუსეთს უკრაინის ომში ყველაზე მძიმე თვე ჰქონდა 2026 წლის მარტში და ახლა გადაწყვიტა, რომ უკრაინას მოთხოვნებ წაუყენოს. დონბასიდან გაიყვანებს ჯარები და რუსეთი დაგკვირდებათ, რომ შეწყვეტს რეკორდული რაოდენობის ჯარისკაცებისა და საჰაერო თავდაცვის დანადგარების დაკარგვას, ასევე კეთილგანწყობილად მოგცემთ უფლებას უკრაინამ შეწყვიტოს ჩვენი ნავთობის ინფრასტრუქტურისა და ქარხნების დაბომბვა. ეს აბსურდული მოთხოვნაა და აჩვენებს, რამდენად მოწყვეტილია კრემლი იმ რეალობას, რაც ხდება ბრძოლის ველზე და მის საკუთარ ტერიტორიაზე. ეს არის რუსული სასოწარკვეთა. და თუ 2026 წლის მარტი რაიმე მაჩვენებელია, არანაირი გამოყვანა არ იქნება. უბრალოდ უკრაინის არმია რუსეთს კიდევ უფრო მეტ ცეცხლს დაატეხს, რომელიც აშკარა აღმავლობაშია. ჯოჯოხეთური მარტი შეიძლება დასრულდა, მაგრამ რუსეთს კიდევ უფრო უარესი ელის. პუტინის ნარატივი თითქოს უზარმაზარი ძალა მოდიოდა უკრაინის დასამხობად, ჩამოიშალა. ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინა ამთავრებს ამ ომს, რადგან ჩვენ მივახციეთ გარდამტეხ მომენტს, რომელიც პუტინის სასარგებლოდ არ ვითარდება. გაიგეთ მეტი ჩვენს ვიდეოში და არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ მიიღოთ უკრაინის მიერ რუსეთის აგრესიისგან თავისი ტერიტორიის დაცვის უახლესი მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია. და როგორც ყოველთვის, მადლობა ყურებისთვის.